ქობულეთს რა გვეშველება თენგო ქობულეთს ის გეშველებათ რომ არჩევნებზე რომ მიდიხარ და ხმას აძლევთ მთელი ქობულეთი ან მარტო ასლან აბაშიძის ან მარტო მიხეილ სააკაშვილის ან მარტო ბიძინა ივანიშვილის ვინც ხელისუფლებაში ან მარტო შევარდნაძის აბა რა უნდა გეშველოთ ასეთ სიტუაციებში სადაც არ არის მრავალპარტიული განწყობა და შესაბამისად ელექტორატი იმ ქვეყანას და იმ რეგიონს არაფერი არ ეშველება ეს უნდა კარგად გავიგოთ მრავალპარტიულობა მოიტანა თანამედროვე ცივილიზაცია. როდის გამოიგონა კაცობრიობამ მოტორი, ელექტრობა, ატომი, უახლესი ტექნოლოგიები. როდის შეცვალა სახე? 1000-ობით წელი მოდიოდა კაცობრიობა აბსოლუტიზმის, მონარქიის და ფეოდალიზმის და მონარქიულობის წყობაში. არ დაიძრა ბორბლის და ცეცხლის იქით საქმე ფაქტურა, ხო? როდის წამოვიდა ტექნოლოგიური რევოლუცია, განვითარება, დემოკრატია შესაბამისად. როცა მრავალპარტიული სისტემა შეიქმნა. ადამიანების გონებამ დაიწყო მუშაობა, ესე ხო არ ჯობია. მოდი კერძო საკუთრება განვითაროთ ჯერ, მაგრამ კერძო საკუთრება რო განვითარდა, იქ შრომითი უფლებების დაცვა გახდა საჭირო, დიდრების შემოტევისგან პოლიტიკის დაცვა გახდა საჭირო. მოდი ახლა აი სოციალისტური, ლეიბორისტული პარტიები გავაძლევოთ, რომ იქ არ იყოს მონოპოლია იმ მხარეს და აი ესე მოვიდა კაცობრიობა და კომუნისტები მიდიხართ და ამას აკეთებთ 35 წელია. მე განსუფრებული ვარ. არ გეკადრებოთ ეგ კომუნისტებს.